საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა იყო შეერთებულ შტატებში განათლების მინისტრის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა. ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გივი მიქანაძე სხვადასხვა სამინისტროებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი კონსულტაციები გამართა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფორუმში, სადაც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. გაეროში გამართულ შეხვედრებზე კი გივი მიქანაძემ საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის პირობა მიიღო. ანონსდება საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გააქტიურება. ამერიკული და ქართული უნივერსიტეტების თანამშრომლობა, ფულბრაიტის პროგრამის გაფართოება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა. ესაა იმ საკითხების ნაწილი, რომლებიც განათლების მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტის დროს სხვადასხვა ორგანიზაციისა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს განიხილა. გივი მიქანაძე ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ საერთაშორისო ფორუმსაც დაესწრო. გლობალური პლატფორმა 100-მდე ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრებს, ახალგაზრდა დელეგატებსა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვესტუმრეთ გაეროს სათაო ოფისს, სადაც მონაწილეობა მივიღე ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრი, ახალგაზრდა ელჩები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ამსტრეთა შორის. მათ გავაცანი ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში ახალგაზრდობის განვითარების და ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით მიმდინარეობს. გივი მიქანაძემ საქართველოს განათლების სისტემაში დაწყებულ რეფორმებზე ისაუბრა. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში სხვადასხვა სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვდა შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს. საუბარი შეეხო ფულბრაიტის პროგრამას და მის გაფართოებას. ფულბრაიტი ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ის საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებს, ახალ ინიციატივებს. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებიც დიასპორის მხარდაჭერას ისახავს მისნად. მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კულტურის ცენტრებისთვის, რადგან მათი მოღვაწეობა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კულტურის ტრადიციების და ისტორიის პოპულარიზაციას ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით მომავალი თაობისათვის გადაცემას ამ ყველაფრის. 5 წელია უკვე ფუნქციონირებს და ვცდილობთ რომ გავზარდოთ ჩვენი ქართველი ამერიკელები, როგორც მოვიხსენიებთ, ქართველებად, ნამდვილად გამოგვდის, მაგრამ პატარა ბმაც საქართველოსთან და ინტერესი საქართველოსთან, რომ ჩვენ ვარსებობთ, ეს ძალიან დიდ ძალას გვაძლევს, ძალიან დიდ ენერგიას გვაძლევს და ვცდილობთ მეტი გავაკეთოთ, მეტი ქართული ჩავდოთ ამ ახალგაზრდებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში გივი მიქანაძემ შეხვედრები გამართა იუნისეფისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებთან. ახალგაზრდობის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან. ითქვა, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების ხელშეწყობისთვის. ცნობილი გახდა, რომ მხარეები განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების მიზნითაც ითანამშრომლებენ.